Georgian Airways-ი აქციებს განაგრძობს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ხვალ აეროპორტის პარალიზებით იმუქრება. 8 პუნქტიანი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მთავარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის 2006 წლამდე არსებული პირობებით აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არათანაბარ კონკურენციაში აღმოჩნდებიან. რატომ ურჩევს აირზენას ტურისტული სააგენტოების ნაწილი სატარიფო პოლიტიკის გადახედვას და როგორია მმართველი გუნდის პასუხი მოთხოვნებზე? მირიან გორგოძე ამბობთ. საქართველოს ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ დააფიქსირა პოზიცია უპირობოდ აძლევს ნებართვას ნებისმიერ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს შემოსვლაზე. ეს ნოტა უნდა იქნას გაუქმებული. Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის მოთხოვნების საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ გააცნო. Georgian Airways-ის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ შესასვლელთან დილიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აირზენა ხვალ აეროპორტის პარალიზებით იმუქრება. ეს აეროპორტი დღეს და ეს მიწა არის ექსკლუზიურად გადაცემული ტაურბან თურქული კომპანიისადმი. ჩას ხვალზე უკვე უფორმებენ რუსეთს და რუსეთის ავიაკომპანიებს. ქართველებს, აი ამ ადამიანებს რა რჩებათ? გარდა იმისა, რომ თავის სამუშაო და თავის უთმაპორი ეძებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნები 8 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის 2006 წლამდე არსებული პირობებით აღდგენაა. აირზენას თანამშრომლები ამბობენ, რომ რუსული კომპანიებისთვის ახალი პირობებით დაბრუნებამ ქართული კომპანია არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი კონკურენცია დაწესდეს, სახელმწიფომ დააწესოს რამე რეგულაციები, გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ გვინდა რომ 90% არ იყოს საქართველოში უცხოური ავიაკომპანიები და 10% საქართველოს წილი. ქართული ავიაცია იღუპება და ჩვენ თუ დღეს აქ არ დავდგებით, ხვალ საქართველოს ავიაცია არ ექნება. მე მინდა მიმართო მთელ მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს მობრძანდენ დაგველაპარაკონ, მოისმინონ ჩვენი პრობლემები და დაგვეხმარონ დაგვიდგენ გვერდში ჩვენ. არა პიროვნებებს, არამედ მთლიანად ქართულ ავიაციას და მთლიანად საქართველოს. პრობლემები Georgian Airways-ის დირექტორისა და თანამშრომლების განმარტებით მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციის ნოტაში ჩამოყალიბებული პირობები 2014 წლის 26 ივნისს ქართული მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა. ნოტაში რუსული მხარე ფრენების შეუზღუდავ რაოდენობაზე საუბრობს. დღევანდელ აქციაზე აირზენას პილოტებს და ბორტგამცილებლებს რამდენიმე ტურისტული სააგენტო შეუერთდა. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შემოდიან უცხოური ტუროპერატორები, შემოდიან მონოპოლის ხელში ჩაგდების მიზნით, აკეთებენ აბსოლუტურ არანორმალურად დაბალ ფასებს, ამ ყველაფერს მონოპოლის ხელში ჩაგდების მიზნით ისევ ვიმეორებთ. ჩვენ ვავსებთ ბიუჯეტს, ჩვენ ვიხდით საქართველოს ბიუჯეტში თანხას და ის სააგენტოები, რომელიც გვიწევენ ჩვენ კონკურენციას რუსეთის მხრიდან, ისინი ავსებენ რუსეთის ბიუჯეტს. თუმცა ზოგ ტურისტულ კომპანიაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი Travel Shop-ია, რომლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მანჯგალაძე აცხადებს, რომ პროტესტის ნაცვლად აირზენამ სატარიფო პოლიტიკას უნდა გადახედოს. აღნიშნავ, რომ აირზენას აუცილებლად გადასახედია თავისი სატარიფო პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალიან ძვირიანი გადამზიდია და შესაბამისად უკვე აქვს აირზენას იმის საშიშროება, რომ სხვა კომპანიები, აი რუსული კომპანიები გაყიდიან ბევრად იაფად, ვიდრე თვითონ. აირზენას კაფიცული თანამშრომლები საქართველოს მთავრობას მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ პრობლემა ავიაციაში მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გადაწყდება. ხელისუფლების პასუხი კი ასეთია. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა კომპანიასთან, სხვადასხვა კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს და როგორც ვიცით, ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზებები იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა. უბრალოდ მე მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, რეისი არის დანიშნული მოსკოვის მიმართულებით. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც დღეს მოვისმინე, ვინაიდან ჩვენ პროცესი მოლაპარაკების არ დაგვისრულებია და ვფიქრობ, რომ ხელოვნურად ზოგიერთი ადამიანები ძაბავენ ამ სიტუაციას. Georgian Airways-ის 500-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ხვალ მთავრობის კანცელარიასთან მისვლას, შემდეგ კი აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ.